ყვავილები ძალიან მიყვარს. ყველანაირი. ხშირად მჩუქნიან, ხანდახან მეც ვჩუქნი ჩემს თავს. თითქოს ასე ვუვლი მას. მაგრამ ახლა სულ სხვა ისტორია მინდა მოგიყვეთ. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ სხვანაირად ბევრი ყვავილი მეყიდა. გურიაში წავედი. რაც ქოთნის ყვავილი ვნახე, თითქმის ყველა ვიყიდე. ზოგი ეზოში დავდგი, ზოგი აივანზე. მანქანაში ჩემი ადგილი ძლივს დარჩა და მე უბედნიერესი დავუბრუნდი ქალაქს. ბევრი მიწაც მოვუტანე და 3 დღე მთლიანად გადარგვას შევალია. დილაობით ადრე მივდიოდი ოფისში, ვენიავებდი აივანზე, ვრწყავდი, ვუვლითი მთელი გულით. 2 კვირაც არ გასულა, რომ ლიმონმა კვდომა დაიწყო, მერე პალმა. მე არ ვნებდებოდი. სასუქებს დავატარებდი, ყველაფერს ვაყრიდი, რაც მეგონა რომ უშველიდეთ. მაგრამ რაც უფრო მეტად უსრულნავდი, მით უფრო მიყვებოდნენ ერთმანეთს და მეც ვიშლებოდი მათთან ერთად. საბოლოოდ 3 პატარა კინკილა გადარჩა. ალბათ მათ ყველაზე მეტი ენერგია ჰქონდათ. ალბათ მათ მართლა უნდათ ზრდა. სევდამ რომ გამიარა, მივხვდი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ნათელი გაკვეთილი. ზედმეტი ზრუნვით რომ ყველაფერს ვკლავთ და ის, რაც ჩვენ გვგონია რომ სხვა სჭირდება, ხშირად საერთოდ არ არის ის, რაც მას მართლა აძლიერებს. ზედმეტი მზრუნველობა ხრჩობას უდრის, იქ სადაც სიყვარულის სივრცეს აღარ ტოვებს, ზრდა ჩერდება.